ქრისტე აღდგა. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. დღეს მინდოდა ჩემი შეხედულება გამეზიარებინა თქვენთვის საღმრთო ცეცხლის შესახებ. ჩემი შეხედულება და ჩემი აზრი, იმიტომ, რადგან ეს არ არის დოგმატური საკითხი, ეს წმინდა ცეცხლის სწავლება არ შედის არავითარ დოგმატურ თუ სამოძღვრო წიგნებში, რაც ეკლესიას გააჩნია, ამიტომაც ჩვენ გვაქვს უფლება ამაზე გაგვაჩნდეს ჩვენი საკუთარი აზრი. რა თქმა უნდა, არის ნაწილი ხალხის, ვისაც მტკიცედ სწამს, რომ ყოველ წელს აღდგომის წინა დღეს უფალი უმოწმებს მათ ჭეშმარიტ რწმენას იმ გზით, რომ ზეციდან ცეცხლი გადმოდის მათ ცხოვრის საფლავზე. არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ მათ არ სჭირდებათ რწმენისთვის ზეციდან სასწაული ყოველ წელიწადს, მათ ისედაც სწამთ წმინდა წერილის და ეს მეორე რწმენა, უფრო აღმატებული რწმენა, ეს მათ ცხოვრის სიტყვებისგან გამომდინარეობს. როდესაც თომამ მას მოსთხოვა საბუთი რწმენისთვის, მან აჩვენა მას საბუთით, მისი დახვრეტილი ხელები და ფეხები და ფერდი, მაგრამ თან უთხრა, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ სჭირდება საბუთი რწმენისთვის, მაგრამ მაინც მიწამეს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ჩვენი ძმა და არის, ასე სწამს თუ ისე სწამს, მაგრამ მე მინდა, უბრალოდ ბიბლიიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი წიგნი ხომ ბიბლიაა. შემდეგ მოდის წმინდა მამათა გადმოცემები, მიდის სწავლებანი, ყველაფერი ბიბლიიდან აღმოცენდა, მაგრამ მთავარი წმინდა წერილი, ანუ საღმრთო წერილი, წიგნი არის ბიბლია, საიდანაც ჩვენი ყოველი რწმენა უნდა ამოდიოდეს. აი ამ ჩვენ დღევანდელ სათაურს შეიძლება ასეთი სახელი ერქვას. ღმერთი არ ახდენს სერიულ სასწაულებს. განსაკუთრებით ღმერთი არ ახდენს სასწაულებს ვინმეს გასაკვირვებლად, ვინმეს მითითებით, ან თლათ უარესი ვინმეს ამპარტავნების დასაკმაყოფილებლად. ესეც გვემართება ჩვენ ხშირად ხანდახან მართლმადიდებლებს, რომ ჩვენი საკუთარი ამპარტავნების დასაკმაყოფილებლად გვჭირდება დასტური ღმერთისგან. ღმერთი არ ახდენს სერიულ სასწაულებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ წიგნს არ ვკითხულობთ მისას, ხოლო სასწაულით გვინდა რწმენა განვიმტკიცოთ. ესეთი რამე არ ხდება. მე პირადად არ მწამს, რომ სერიულად ყოველ წელს დიდ შაბათს დღის 2 საათზე ღმერთი გვიგზავნის ნიშანს. ასეთი რამე კრეხელობაც არ და დიდი კადნიერებაა, რომ მე ეს ვიკადრო, რომ ღმერთს ეს შევბედო, რომ ყოველ წელს ასე თქვათ უნდა გამომიგზავნო სასწაული. ეს არ შეიძლება. მე პირადად ასე არ მწამს. ხანდახან იმ ხალხს, ვისაც არ სწამს ზეციდან გადმოსული ცეცხლის, ეუბნებიან, რომ თქვენ რწმენა არ გაქვთ, თქვენ ურწმუნოები ხართ. მაშინ როცა ჩვენი რწმენა ზეციდან გადმოსულ ცეცხლზე არ არის დაფუძნებული. ჩვენი რწმენა დაფუძნებულია ბიბლიაზე. აი მე მაქვს წიგნი, ეს არის ძალიან ძვირფასი და კარგი წიგნი, წმინდა იოანე დამასკელის მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. ეს არის პროფესორ ედიშერ ჭელიძის ნათარგმნი. ყველა ქრისტიანს უნდა ქონდეს სახში ეს წიგნი. თუ გინდათ იცოდეთ რა არის ჩვენი სარწმუნოება, იკითხეთ ბიბლია და წაიკითხეთ შემდეგ ეს წიგნი. ამ წიგნში არის 100 თავი მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები გაცემული მნიშვნელოვან კითხვებზე. 100 თავია, იწყება ღმერთით, იწყება სამყაროს შექმნით, ანგელოზებით, ადამიანებით, ადამიანი, შემდეგ ეშმაკიც, ცოდვა, აღდგომა, ღვთისმშობელი, ანტიქრისტე, დამყაროს დასასრული, ყველაფერია განხილული, ყველაფერზეა პასუხი მართლმადიდებლური ზუსტად ზედმიწევნით გაცემული, მაგრამ გაგიკვირდებათ, რომ ამ 100 თავში არ არის თავი სასწაულების შესახებ. მართლმადიდებლობის ზედმიწევნით გადმოცემაში არსად არ განიხილება სასწაულები. რადგან ამას ნახავთ ჩვენ მოგვიანებით რატომ? რადგან ღმერთს ყოვლის მპყრობელს როცა უნდა და როგორც უნდა, მაშინ აღასრულებს სასწაულს და ეს ჩვენზე არავითარ შემთხვევაში არ არის დამოკიდებული. რაში მდგომარეობს საერთოდ ეს ზეციური ცეცხლის გარდა მოსulis მოვლენა, ბრჭყალებში რიტუალი თუ ბრჭყალებში სასწაული თუ რიტუალი, როგორც მას თვითონ იერუსალიმის ეკლესია უწოდებს. ეს რიტუალი არც ერთი სხვა ეკლესიის სახურებაში არ აღესრულება, ეს არის ფაქტურად ცეცხლის კურთხევა.
აი როგორც ჩვენ წყალს ვაკურთხებთ, მიწას ვაკურთხებთ, თქვათ საფლავებზე, აი ასევე ეს არის ცეცხლის კურთხევის რიტუალი, მსახურება ასე თქვათ, რიტუალი არ უყვართ ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება, მსახურება ცეცხლის კურთხევის და არც ერთ სხვა ეკლესიის ტიპიკონში ეს არ არის, ეს არის მხოლოდ იმ ეკლესიაში, სადაც არის მაცხოვრის საფლავი, ანუ იერუსალიმის ეკლესია აკეთებს ამას. და ეს რას ნიშნავს? ეს ადრე აღდგომას პასექზე აღესრულებოდა ხოლმე, შემდეგ გადამოიტანეს ერთი დღით ადრე შაბათს, აღდგომის წინა შაბათს, შედის იერუსალიმის პატრიარქში, კუუკლია ქვია იმ ადგილს, სადაც ქრისტეს მაცხოვრის საფლავია, შედის იქ, განმოსილი, მხოლოდ თეთრი კვართი აცვია, გარეთ ელოდებიან, მას ესწრება რიტუალს სომხების და კოპტების ეკლესიის მეთაური, ესწრებიან ასევე საერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, საეროთაგან, ანუ წარმართთაგან, შეიძლება ასე უწოდოთ მათ, და შედის პატრიარქი მარტო და საფლავიდან, ქრისტეს საფლავიდან, იქ ლოცულობს და ქრისტეს საფლავიდან გამოაქვს ის კურთხეული ცეცხლი, რომელსაც უნაწილებს, მე იქ მყოფებს, ის ყოფებს კიდე სხვებს უნაწილებენ და ასე მოედება მთელ მსოფლიოს, როგორც იმ ნათლის სიმბოლო, ნათელი იმ სიმბოლოს, ძალიან ლამაზი ნაკურთხი ცეცხლი ნათელი იმ სიმბოლოს, ის ნათლისა, რომელიც მაცხოვრის აღდგომის დროს იქ იხილეს, იქ მისულმა მენესაცხებლე დედებმა ის ზეციური ნათელი. აი ეს არის ამ ღვთისმსახურების არსი. მაგრამ რაღაცა საუკუნეების შემდეგ გაჩნდა ეკლესიაში რწმენა, რომ პატრიარქი კი არ ანთებს კანდლიდან იმ ცეცხლს და კი არ აკურთხებს, არამედ ზეციდან გადმოდის ცეცხლი სასწაულებრივად და იმ ერთ კანდელს ანთებს. ახლა ეს ცოტა რთული ასახსნელია, როგორ ურტყავს ის ზეციური ცეცხლი იმ ერთ კანდელს და ანთებს, მაგრამ ასე სწამთ, ეს რწმენა დამკვიდრდა, გასაგებიცაა, ადამიანების სასწაულს უძებს ყოველთვის, თუმცა ჩემთვის პირადად ის ცეცხლი ზეციდან რომც არ იყოს, თავისი არსით მაინც წმინდა მაცხოვრის საფლავზე აღდგომი და საღებული ცეცხლი, რადგან მაგონებს იმ ნათელს, რომელიც მისი აღდგომის დროს იქ იყო, როცა ანგელოზმა აუწყა მისი აღდგომა მის მოწაფეებს. მაგრამ მათ უნდათ რომ ჯეროდეთ რომ ზეციდან მოდის ცეცხლი და ის ანთებს ამ კანდელს. სანამ სხვა საკითხს შევეხებით, უნდა ვიცოდეთ აუცილებლად სასწაული საერთოდ ქრისტიანობაში რას ნიშნავს სასწაული. მაგალითად, ჩვენ ცოტა ჯადოქრობა და ღვთიური სასწაული ერთმანეთში გვერევა. ეთქობა ბავშვობაში ბევრი ზღაპრები გვიკითხეს და ან ძალიან მიჩვეული ვარ თქვა კითხაობას, ან რაღაც ამგვარ მაგიურ მოქმედებებს შეიძლება. ამიტომ ჯადოქრობა არ არის იგივე რაც ღვთიური სასწაული. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ. ღმერთს არ სჭირდება ჯადოქრობა ჩვენს წინაშე, რომ რაიმე დაგვანახოს ან რაიმე დაგვიმტკიცოს. ღმერთი, ყოვლადწლიერი ღმერთი თავის თვითკმარია თავის თავში და მას არ სჭირდება რომ ვინმეს დაუმტკიცოს თუ რამდენად ძლიერია ის და ამიტომ ამის გამო სასწაული გამოუგზავნოს. ყოველი ჯადოქარი როდესაც სასწაულს ან მაგი როდესაც სასწაულს აღასრულებს, მას სჭირდება რომ აჩვენოს ხალხს თავისი ძლიერება, თავისი ცოდნა, თავისი ძალა, აი როგორც ეგვიპტელი ჯადოქრები ასრულებდნენ მოსეს დროს სასწაულს, ჯადოქრობას. მაგრამ ღვთიური სასწაული, ყოველთვის როცა ხდება ღვთიური სასწაული, ბიბლიაში რაც არის აღწერილი, ყოველთვის ნიშანია რაღაცისთვის. ხალხის გასაკვირვებლად, ან მოსანუსხად და მათზე შიშისთვის კი არ არის მათი შესაშინებლად, არამედ ეს არის რაღაც მიგვასწავებს, ხომ? აი სასწაული, ქართული სასწაული ნიშნავს რომ გვასწავლის რაღაცას. მიგვანიშნებს რაღაცისკენ. აი მაგალითად, მოსეს დროს მოხდა ასეთი სასწაული, როდესაც ის უნდა გაეგზავნა უფალს ეგვიპტელებისგან ებრაელების გასათავისუფლებლად. მოსე მიხილა სინას მთაზე მაყვალი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. აი იგივე ცეცხლთან კავშირშია ეს დღევანდელ რასაც ჩვენ ვლაპარაკობ. ცეცხლი ეკიდა მაყვლის ბუჩქს, მაგრამ არ იწვოდა. და იმ ბუჩქიდან ელაპარაკა მას ღმერთი, რომ მე ვარ ღმერთი, შენი წინაპრების წახვალ და გაათავისუფლებ ჩემს ერს მონობიდან, მაგრამ ეს ასე უაზროდ შემთხვევით კი არ მოხდა, რომ ეს მაყვლის ბუჩქი მოასწავებდა იმას, რომ
უხილავი და მიუწვდომელი და შეუმოუსაზღვრელი ღმერთი შემოსაზღვრული გახდებოდა. ღვთის განკაცებაზე მიუთითებდა ეს. ანუ წესით ლოგიკურად ცეცხლს ხომ უნდა დაეწვა მაყვალი. წესით ადამიანი ხო ვერ შობდა ღმერთს, მაგრამ შეუძლებელი ხომ აღსრულდა, იმიტომ რომ ცეცხლმა არ დაწვა მაყვალი და ღვთისმშობელში ჩაისახა ღმერთი. აი ამ შეუძლებელზე მიუთითებდა ეს დაუწველი მაყვლის ბუჩქი და ამიტომ აღესრულა ამ სახით. მაგალითად, როდესაც ზეციდან მანანა უწვიმა, ანუ რაღაც საკვები მოდიოდა ზეციდან, როდესაც ებრაელები მოდიოდნენ აღთქმული მიწისკენ და შიოდა და იხოცებოდნენ შიმშილისგან, ციდან უწვიმა ღმერთმა რაღაცა პურის მსგავსი, ბიბლიაში აღწერილია ეს მოსეს მეორე წიგნში, მაგრამ ეს განა იმიტომ, რომ ებრაელები მონუსხულიყვნენ ამ სასწაულით, არამედ რომ მათ ხსომებოდათ, რომ ზეციდან მოვა სულიერი პური. ქრისტეზე მიუთითებდა. ქრისტე შემდეგ ამბობს იონეს სახარებაში, რომ მე ვარ ის ზეციური პური, რომელიც მაშინ მოსემ კი არ გამოგიგზავნათ, მამა ჩემმა, ღმერთმა გამოგიგზავნათ, მაშინაც ის საკვები ციდან და ახლაც მე ვარ ჭეშმარიტი პური. ყველა სასწაულს აქვს ნიშანი. თვით ქრისტესთანაც, როდესაც ქრისტე აღასრულებს სასწაულებს, ჩვენ თქვენ რომ გადახედოთ ბიბლიას, ყველაზე დატვირთული სასწაულები დრო, ყველაზე ინტენსიურად ღმერთი სასწაულებს როდის აჩვენებს ადამიანებს. ქრისტეს ამ ქვეყნაზე ყოფნის დროს. რატომ? იმიტომ რომ მათ უნდა ეცნოთ ამ სასწაულებით, უნდა ნიშანი დაენახათ. ნიშანი იყო ეს. მისი სასწაულები იყო ნიშანი, რომ მათ ეცნოთ, რომ ეს არის ღმერთი. ეს არის ღვთისა მოსული ჩვენს გადასარჩენად. აი მაგალითად, როცა ქრისტემ წყალი ღვინოდ შეცვალა კანას გალილეას კანაში, ქორწილში. რატომ შეცვალა წყალი ღვინოდ? რადგან ებრაელებს ახსოვდათ, რომ როდესღაც მოსემ ნილოსის წყალი სისხლად შეცვალა. და მათ ახსოვდათ ეს, რომ წყალი ღმერთმა სისხლად აქცია, სიკვდილი იყო სიკვდილის ნიშანია და შემდეგ მათ რომ ნახეს, რომ ახლა კი წყალი იესო ნაზარეველმა ღვინოთ აქცია, ღვინო კი სიხარულის და ბედნიერების ნიშანი და სიმბოლო იყო. მათ უნდა ეცნოთ, რომ ეს არის ის, ვინც შეპირებული ყავს ძველ აღთქმაში. ასევე, როდესაც უფალი კურნავს დაბადებიდან ბრმა კაცს, განა იმიტომ რომ გაეკვირვებინა თავისი ძლიერებით ხალხი, არამედ მათ ეცნოთ, რომ სულიერი სიბრმავისგან ეს არის ვინც გვიშველის, ეს არის ვინც გადაგვარჩენს. როდესაც მან 5000 კაცი განაძღო 5 პურით, იმიტომ რომ მათ ისინი მიმხვდარიყვნენ, რომ ის ზეციური მანანა და ეს 5 პური ერთი და იგივეს გამოგზავნილია, ერთი და იგივე ღმერთის მოცემულია და ეცნოთ, რომ ეს არის აღთქმული მესია, ეს არის აღთქმული ქრისტე. ეს რაც შეეხება სასწაულებს, არასდროს არ აგერიოთ ჯადოქრობა სასწაულებში. მე ვიცი, რომ ჩვენი ერის და ჩვენი მორწმუნეების დიდ ნაწილს აი ეს ჭირს, ეს რომ ეკლესიაში ეძებს სასწაულებს. ყავდა მაგალითად ერთი მრევლი, რომელმაც როცა ეკლესიაში სასწაულები ვერ იხილა, წავიდა და მკითხავებთან დადიოდა, რომ იქ უნდა დაენახა ის სასწაულები, რაც ეკლესიაში ვერ იხილა. ესე შენი შეკვეთით ღმერთის სასწაულს არ მოგიხდენს. ის კითხავების და ჯადოქრების სასწაულები კი დაგუპავენ და უფრო აგირევენ გზას. შემდეგ მეორე საკითხი, როგორ ახდენს ღმერთის სასწაულებს? ჩვენ ხომ ეს ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა ხო ჩვენ სასწაულად მიგვაქვს, ნაწილს ხო სასწაულად მიაჩნია. ამიტომ რომ გავიგოთ, რომ არ უნდა ვეძებოთ სასწაულები იქ, სადაც სასწაულები არ არის, უნდა ვიცოდეთ ღმერთი როგორ ახდენს სასწაულებს. ჩვენი ღმერთი ჩვენ ზუსტად ვიცით როგორია, ხო? ჩვენი ღმერთი ხომ არ არის თქვათ მუსლიმების ღმერთი ან ბუდისტების ღმერთი არ აყავთ, მაგრამ ან სხვა რომელიმე აღსარებლობის ღმერთი. ჩვენ ხომ ჩვენი ღმერთი გვყავს. ყოვლადწმინდა სამი, მაგრამ ამ ყოვლადწმინდა სამების სახე როგორია ჩვენი ღმერთი, ბიბლიაში მოცემული გვაქვს და მოცემული გვაქვს მისი სახელებით. რადგან სიტყვა ყველაზე მეტად გამოხატავს შინაარს, ხო? აი მაგალითად ღმერთს ქვია ყოვლის მპყრობელი. პანტოკრატორ, როგორც ბერძნულში მას ეძახიან. ან ებრაულში ღმერთს ქვია ელ-შადაი. ელ-შადაი ნიშნავს ღმერთი ყოვლის შემძლე. ჯერ კიდევ ქრისტემდე ელ-შადაი ერქვა ღმერთს, ყოვლის შემძლე ღმერთი. ან
ელ-გიბორ, ისაია ახსენებს ამ სახელს, ელ-გიბორ ნიშნავს ღმერთი ძლიერი. აი ეს ღმერთი ყოვლის მპყრობელი, ღმერთი ყოვლის შემძლე და ღმერთი ძლიერი აბსოლუტურად სუვერენულია თავისი სასწაულების აღსრულებაში. რას ნიშნავს სუვერენული? აი ეს ნიშნავს, რომ ღმერთი სასწაულებს ასრულებს, როცა მას უნდა და როგორც მას უნდა. ვერავინ ვერ შეუკვეთავს ღმერთის სასწაულს. ეს კადნიერება ჩვენ არც უნდა გავბედოთ ეს, რომ სასწაული მოვითხოვოთ უფლისაგან. შეიძლება წყალობა ვითხოვოთ, შეიძლება შემწეობა ვითხოვოთ, მადლი ვითხოვოთ, მაგრამ სასწაულს ღმერთი აღასრულებს, როცა მას უნდა და როგორც მას უნდა. აი ძველ აღთქმაში ისაიას 42 თავში მერვე მუხლია ეს. ასე ამბობს ღმერთი. მე ვარ უფალი. ეს არის ჩემი სახელი და ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას ხელით გამოთლილ კერპებს. ხედავთ რას ამბობს? ეს არის ჩემი სახელი უფალი და ჩემ დიდებას არ მივცემ სხვას. ვერავინ ვერ შეასრულებს ვერ აიღებს მის დიდებას, ვერავინ ვერ წაართმევს თავის დიდებას და ჩემს დიდებას კერპებს არ მივცემ, ამბობს ღმერთი. ასევე ისაიას 55 თავში მერვე მეცხრე მუხლები ამბობს უფალი, ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები, ადამიანებს ეუბნება. და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები. და როგორც არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენ ზრახვებზე. ანუ ღმერთი ეუბნება, რომ ჩემი ფიქრები, ჩემი განზრახვები და თქვენი განზრახვები როგორც სადა ზეცა და მიწა ისეა განსხვავებული ერთმანეთისგან. ამიტომ არ არის ჩემი ფიქრები, თქვენი ფიქრები. თქვენ რო ფიქრობთ, რომ სასწაულები უნდა მოხდეს, არ არის ეგ ჩემი ფიქრები, ამბობს ღმერთი. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ეს და არ შევებედოთ უფალს ის, რასაც ვერ შევწვდებით. ასევე ფსალმუნი, 102 ფსალმუნი ამბობს, რადგან როგორც ცარი მაღალი მიწაზე, ასევე აღმატებულია მისი წყალობაც მის მოშიშთა მიმართ. წყალობაც კი, რომელსაც ჩვენ ველით, ჩვენს ფიქრებში, როგორც წარმოგვიდგენია, წყალობა, როგორც სადა მიწა ისეა განსხვავებული იმისგან, რაც შეუძლია ღმერთს მოგვცეს. ხდებით? ამიტომ ეს ჩვენი ადამიანური კაცობრივი გაგებით სასწაულები, რაც ჩვენ გონია, სულ სხვა ღვთის განგება, სულ სხვა მისი ზრახვები, ის არის უფალია მისი სახელი და თავის დიდებას არ მისცემს სხვას. ამას გვასწავლის წმინდა წერილი. ამიტომ ჩვენ ღმერთის სახე, აი ეს სახე წმინდა წერილიდან უნდა გააზრებული გქონდეს. ამიტომაც ბიბლიაში, ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც ღმერთი ასრულებს სასწაულებს აბსოლუტური სუვერენულობით. როგორც მას უნდა. აი მაგალითად, ქრისტეს დროს მოხდა ასეთი შემთხვევა. იყო ცხვრის საბანელი, ბითესდა ერქვა ამას, ეს ადგილი ყველა მიცის სახარებიდან, იოანეს სახარებაშია ეს და ქრისტემ გაიარა იმ აუზი იყო. ტაძართან, სოლომონის ტაძართან იყო აუზი, ცხვრის საბანელი ერქვა მას და იქ იწვნენ მრავალი კოჭლნი, ხეიბარნი, დავრდომილნი, რადგან სწამდათ, რომ ხანდახანო, დრო და დრო ანგელოზი ამღრევდა ხოლმეო წყალს და მამღრეულ წყალში ვინც პირველი ჩავიდოდა, ის იკურნებოდა. ქრისტემ იესო ნაზარეველმა ჩამოიარა და ნახა, რომ წელს იქ ერთი 38 წლის სნეული კაცი, დავრდომილი, დამბლადაცემული და კითხა მას, გინდა განიკურნო? ეკითხება ძე ღვთისა. მინდა უფალო, ეუბნება ის, მაგრამ არავინ მყავს, მარტო ვარ და როცა აიმუღრევა წყალი, ვერ ვასწრებს ჩასვლას, რადგან დავრდომილია, როგორ უნდა ჩავიდეს სწრაფად და ამიტომ სხვა მასწრებს ჩასვლას და იკურნება. და ქრისტე ეუბნება, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი. ადგება განკურნებული კაცი, აიღებს თავის საწოლს და წავა და გაოგნდება ყველა. ხანდახან შეცდომით ამბობენ ხოლმე, აი ბითესდა ცხვრის საბანელშიო, ხო იყო სერიული სასწაული, ხო ყოველ წელს ხდებოდაო ეს სასწაულიო. არა ბატონებო, უნდა სწორად და ზუსტად წაიკითხოთ დაკვირვებით სახარება. წერია დრო და დრო, ხანდახან აიმღრეოდა წყალი და არა ყოველი წლის, ამა და ამ თვის, ამა და ამ რიცხვში. არ ხდება ასე.
დრო და დრო ხდებოდა იქაც ეს სასწაული, მაგრამ ქრისტე აი ამ მცირედ სერიულობასაც არღვევს და ეუბნება, არ გჭირდება შენ წყალი, ადექი სხვაგვარად გაკურნავს შენ ღმერთი, იღებს კაცი თავის საწოლს და მიდის. უფალი ყოვლისმყრობელი ბუნების კანონებსაც არღვევს. აი ბიბლიაში არის ასეთი შემთხვევა, ეს არის მოსეს პირველ წიგნში, რომ აბრაამი იყო ქრისტეს ხორციელი წინაპარი. მამადმთავარი აბრაამი იყო ქრისტეს ხორციელი წინაპარი, რომელსაც უფალმა პირველს აღუთქვა, რომ შენ მოგცემ შვილს და იმ შენი და შენი შვილის შთაომავლობიდან მოვა მესია, რომელიც იხსნის კაცობრიობას და რომლისგანაც იკურთხევა მთელი კაცთა მოდგმა, ადამიანთა მოდგმა. ეს იყო აბრაამი. აბრაამი ახალგაზრდა იყო, როდესაც ღმერთმა ეს აღთქმა მისცა მას, რომ მისი შვილისგან იქნებოდა აღთქმა, მოვიდოდა აღთქმა ადამიანთა გადარჩენის, მაგრამ აბრაამი გახდა 86 წლის და შვილი არ ყავდა, რადგან სარა მისი ცოლი უშვილო იყო. და 86 წლის რო იყო აბრაამი და სარაც უკვე მოხუცი იყო, მათ მოინდომეს, რომ აი ამ სუვერენულ ღმერთს წახმარებოდნენ ცოტა, მოდი წავეხმაროთ. და სარა ეუბნება აბრაამს, რომ ხედავ, უფალმა კი აღითქვა ეს სასწაული, მაგრამ არ მიჩნდება შვილი. მოდი, ჩემ ხევალთან გააჩინე შვილი, ებრაელებს ჰქონდათ ესეთი წესი, რომ თუ შვილი არ უჩნდებოდა ქალბატონს, მის მხევალს, ანუ მსახურ ქალს შეეძლო გაეჩინა მისი ქმრისგან და ის ჩაითვლებოდა მის შვილად. და სარა ეუბნება აბრაამს, რომ მოდი, აგარისგან აგარიყავდათ მხევალი, აგარისგან გააჩინე შვილი და აღსრულდება ის, რაც უფალი შეკპირდა, რასაც უფალი შეკპირდა შენ. და აი ესე ბრჭყალებში წაეხმარებიან ღმერთს იმაში, რასაც ღმერთმა აღუთქვა მათ. და აქ მაგ ადგილ და მართლაც გაუჩნდება აგარ შვილი, ისმაილი ქვია იმ შვილს, იზმაილის შთაომავლები არიან მუსლიმი ერები დღეს, ისე თვლიან თვითონ არაბები და ამ დროს ამ ადგილას წერია ძველ აღთქმაში მოსეს პირველ წიგნში აბრაამი 86 წლის, როდესაც ეს ჩაიდინეს და შემდეგ წერია 99 წლის იყო აბრაამი, რომ შემდეგ ჯერზე დაელაპარაკა მას ღმერთი. 13 წელიწადი იყო ღმერთს და აბრაამს შორის აბსოლუტური სიჩუმე. ეს ასაკი ტყუილა არ არის ნახსენები. ნიშნავს, რომ ღმერთი განულისხდა აბრაამს, იმიტომ მისი მცირედ მორწმუნეობის გამო, რომ მან მოინდომა, რომ აი ამ სასწაულში, რაც ღმერთმა აღუთქვა მას, ეჭვი შეიტანა და წაეხმარა. როცა 99 წლისას მას ღმერთი ეცხადება შემდეგ ჯერზე, ეუბნება, მე ვარ ღმერთი, ყოვლის შემძლე, ყოვლადწლიერი, დაიცავი ჩემი მცნებები და იყავი სრულყოფილი. ანუ ღმერთი ეუბნება, რომ არ მჭირდება მე შენი დახმარება. მე რაც აღითქვი, შემიძლია ის აღვასრულო, რადგან ვარ ღმერთი, ელშადაი, ყოვლის შემძლებელი. აი, უფლის ხელშია ყოველივე. ასევე მაგალითად მოსეს რჯულის ხანდახან ცნებებსაც უფლის ხელშია, რომ შეცვალოს და ისე გააკეთოს, როგორც მას სურს. აი ეს მაგალითად მხოლოდ შობილობის კანონი იყო. ანუ პირველ შვილს ეკუთვნოდა მოსეს რჯულში ორმაგი მემკვიდრეობა, ის იყო მღვდელი სახში, ანუ ის წირავდა მსხვერპლს და ის იყო უფროსი უფროს ძმებზე. და იაკობის შვილებში ეს ყველაფერი შეიცვალა. სხვაგანაც, მაგალითად, პირველი შვილი რუბენი იყო იაკობის და მას არ შეხვდა მემკვიდრეობა ორმაგი, შეხვდა ბოლო შვილს იოსებს. მაგალითად, მღვდლობა შეხვდა მეოთხე შვილს ლევის და არა პირველს. მაგალითად, ბატონობა და უფროსობა, მეფობა მათ ძმებს შორის, 12 ძმას შორის, იაკობის შვილებში შეხვდა იუდას და არა პირველ ძმას. ღმერთის ხელშია რას როგორ აღასრულებს. ჩვენ უნდა აღვასრულოთ ის, რაც ჩვენ გვიბრძანა უფალმა და არ ვითხოვოთ ზედმეტი სასწაულები. აი ასევე ასეთივე სუვერენულობით ასრულებს ქრისტეც ახალ აღთქმაში თავის სასწაულებს ძეღთისა, რადგან ღმერთია ისიც სამების მეორე პირი, მასაც თხოვენ სასწაულებს. მასაც თხოვენ პირველი სასწაული, სადაც ის აჩენს, რომ ხოლო თვითონ წყვეტს, როდის აღასრულებს სასწაულს, არის კანაში, როდესაც ქორწილში მივა ქრისტე და ღვინო გაუთავდებათ და მისი დედა მარიამი ღვთისმშობელი ეუბნება, რომ ღვინო არა აქვთ და აღასრულე
სასწაული დაეხმარე მათ ფაქტიურად. და ქრისტე უკვე აქ აჩენს პირველ იმას, რა ჩემი და შენი საქმეა დედაკაცო ეუბნება. ჯერ არ მოსულა ჩემი ჟამი. ანუ ის ამობს რომ შენი შვილი კი ვარ ხორციელად, მაგრამ ის როდის აღვასრულებ მე სასწაულს ჩემი ნება, ხოლო ჩემი ღვთაებრივი ნება, თუმცა მაინც ეხმარება მეკორწილებს. შემდეგ არის ესეთი თავი, რომ მათეს მე-16 თავში არის ესეთი ადგილი, რომ მიუახლოვდნენ ფარისეველი და სადუკეველი და სთხოვეს ზეციური სასწაული ეჩვენებინა მათთვის. ფარისეველი და სადუკეველი, რომელიც არ უსმენენ მას, რომლებიც არ ისმენენ მის სიტყვას და არ უნდათ მიიღონ ის, როგორც აღთქმული მესია ქრისტე, სასწაულს სთხოვენ ზეციურს და ქრისტე ეუბნება უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ითხოვს, მაგრამ არ მიეცემათ მათ სასწაული გარდა აღდგომის სასწაულის. ანუ აქ ქრისტე ეუბნება, რომ ეს არის გარდამტეხი ადგილი მათეს სახარებაში, როცა ქრისტე ხედავს, რომ მას საბოლოოდ უარს ეუნებიან იუდეველთა წინამძღვრები და ამ დროს ეუბნება, რომ ვეღარ იხილავთ სასწაულს ჩემგან, მხოლოდ ერთღა იხილავთ აღდგომის სასწაულს. რადგან უკეთური და უმემრუშე მოდგმა, ხოლო სასწაულს როცა ითხოვს, არ მიეცემა მას ღმერთისგან სასწაული. ასევე 5000 კაცს როცა დააპურებს უფალი 5 პურით სასწაულებრივად, მეორე დღეს გაედევნება ეს ხალხი და ეძებს და ეუბნება, რომ სადახარ გეძებთ შენ და უფალი ეუბნება, ვიცი რომ იმიტომ ეძებთ, რომ პური ქონდათ საკმარისი. და კვლავ მათ უთხრეს მას, კიდევ ვერ ხვდებიან რას ეუბნება უფალი, უთხრეს, რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამოთ. აი ამ სასწაულის შემდეგ კიდე სასწაულს თხოვენ 5000 კაცის გაძღების შემდეგ და რა სასწაულს მოახდენ კიდე რომ დავინახოთ და გიწამოთ და ქრისტე ეუბნება იძებეთ სულიერი პური, ანუ ეძებეთ ის სულიერი საზდო რაც ჩემგან გამოდის, ის მოძღვრება იმას უსმინეთ, რადგან მე ვარ ზეციდან ჩამოსული პური. აი ასე მოქმედებს უფალით. აი მაგალითად, ერთხელ ბრმას თვალებზე შეეხება და ისე განკურნავს. მეორედ ტალახს მოძილავს და ტალახს წაუსვამს თვალებზე და ეტყვის დაიბანე სილოამის საბანელში. სხვადასხვანაირად კურნავს, როგორც მას უნდა. ერთხელ კეთროვანს შეეხება ხელით, მეორედ ეუბნება მნებავს განიწმინდე და განიწმინდება. ერთხელ პეტრეს სიდედრია ავა ცხელებით და მივა და ხელს მოჰკიდებს და განკურნავს და მეორეჯერ რომაელის მსახური როცა არის დაცემული და კვდება, არც კი ნახავს მას, ეტყვის რომაელ ხედართავარს, წადი და განკურნებული დაკვდება შენი მსახური. ერთ დღეს მაგალითად სინაგოგის მთავრის 12 წლის ქალიშვილს ხელს მოჰკიდებს და ისე წამოაყენებს მკვდრეთით და მეორედ ლაზარეს ეუბნება სიტყვას ლაზარე გამოდი გარეთ და გამოიყვანს საფლავისგან. უფალი ისე აღასრულებს სასწაულებს და იმგვარად და იმ დროს როგორც მას ნებავს და რაც მთავარია ეს უნდა გვახსოვდეს. უფალი წვეთს სასწაულებს და უფალი აღარ აჩვენებს სასწაულებს ხალხს მაშინ, როცა მათ არ უნდათ ბიბლიის მოსმენა, როცა მათ არ უნდათ წმინდა წერილის წაკითხვა და მოსმენა და მხოლოდ სასწაულებს ელიან. ჩვენი ერის მდგომარეობა ასე. რატომ არ ხდება ჩვენს ერში სასწაულები? როგორ გონიათ? რადგან უფალი ხედავს, რომ ურწმუნო ხალხი, ვინც არ კითხულობს მის სიტყვას, სასწაულებს ელის. ამიტომ არ აჩვენებს უფალი ასეთ ხალხს სასწაულებს. ანუ რის თქმა მინდოდა მე, რომ მთელი ბიბლია გვასწავლის, რომ ჩვენ ადამიანებს მოყვდავს ცოდულ ხალხს, არ გვაქვს არც სიბრძნე იმგვარი და არც უფლება არ გვაქვს და არც ზეგავლენა არ შეგვიძლია ჩვენ გქონდეს უფლის სასწაულებს. ღვთაებრივს, ნამდვილად ღვთაებრივ სასწაულებზე უფალს როგორც სურს, ისე აკეთებს მის სასწაულებს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მოვითხოვოთ ყოველ წელს დიდ შაბათს 2 საათზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლა. ეს კადნიერება, ეს ღვთის წინაშე ამპარტავნება და თავხედობა, რომ ჩვენ ეს მოვითხოვოთ ყოველ წელს აუცილებლად ეს სასწაული. თან მართლმაიდებლებმა, რომ
ასე ვთქვათ, ვიამპარტავნოთ ჩვენი რწმენა. ჭეშმარიტება არის ჩვენი რწმენა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ ცეცხლით დაგვიდასტურე ღმერთო, რომ ჭეშმარიტებაა ჩვენი სარწმუნოება, ეს სისულელეც კი არა. როგორ შენ თუ ვერ ხვდები ბიბლიიდან, რომ ჭეშმარიტია ეს სარწმუნოება, რასაც შენ კითხულობ, ეს მოძღვრება, რომელმაც ცეცხლმა უნდა დაგარწმუნოს ამაში. აი ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ ამაზე. მე მესმის რომ ამ რწმენის გადაჩევა ეხლა მოშლა რთულია, მაგრამ დაფიქრდით. სხვანაირადაც შეხედეთ ამ საკითხს, იქნება უკეთესი იყოს ასე შეხედვა. კიდევ ერთი საკითხი და უკვე დავასრულოთ, რადგან გაგვიგრძელდა სიტყვა. აი საბუთის გარეშე რწმენა ამაღლებულია. მაგრამ აი ვინც სასწაულს ეძებს ყველაფერში, აი მათი თვალი როგორ ხედავს აი ამ რიტუალს, მე ახლა გეტყვით თქვენ. მე თვითონაც მრევლი ვიყავი ეკლესიაში სამღვდელი ვიქნებოდი და მე თვითონაც ძალიან ბევრი მაქვს ამაზე წაკითხული, მეც მწამდა როდესღაც რომ ზეციდან ჩამოდის ცეცხლი. შემდეგ გადავაფასე მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. აი ურწმუნო, მაგრამ სასწაულის მძებნელი თვალი როგორ ხედავს ამ რიტუალს. მღვდელმთავარი იხდის ზედა შესამოსელს და თეთრი კვართი აცვია მხოლოდ როცა იქ შედის იმ ქრისტეს საფლავში. სასწაულის ძებნელი ეჭვიანი ადამიანი ამბობს, იცით რატო იხდის? რომ ასანთი არ ჩაიდოს სადმე, ცეცხლი არ შეიტანოს და ყველა ხედავდეს რომ ისე შევიდა რომ ცეცხლი არ შეუტანა. ამიტომ გახადესო ტანსაცმელიო ამბობენ. შემდეგ ამობენ, კარებიო იმიტოა დაკეტილიო იმისიო ქრისტეს საფლავის პატარა ეკლესიის კუკლის კარები იმიტოა დაკეტილიო რომ ვინმე წინასწარ არ შევიდეს და ცეცხლი არ შეიტანოსო. შემდეგ ამობენ რომ იქო წარმართებიო ხანდახან არაბიან გააჩნია რომელი ხელისუფლება იყო იმ დროს იერუსალიმში იმ ხელისუფლების წარმომადგენელიც ესწრებოდა ხოლმე წარმართი არა ქრისტიანის ესწრებოდა ხოლმე იმიტო არისო იქო ისო რომ დარწმუნდესო ისიცო ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში. მაშინ როცა ამას ყველაფერს თავისი საღვთისმეტყველო მნიშვნელობა აქვს. იმიტომ იხდის მღვდელმთავარი გარე სამოს, რომ ეს სიმდაბლის ნიშანია. როდესაც ჩვენ სხვა მსახურების დროსაც იხდიან მღვდელმთავრები და მხოლოდ კვართით ასრულებენ მსახურებას. იმიტომ მან უნდა განიძარცვოს, განიხადოს ის ყოველივე ის შესამოსელი, რაც მას აცვია, რადგან ეს არის სიმდაბლის ნიშანი, რომ შევიდეს მხოლოდ კვართით. რომელიც განასახიერებს ქრისტეს კვართს. ასევე კარები იმიტომ იყიდება საფლავის, რომ ეს განასახიერებს ქრისტეს საფლავს, რომელიც დაბეჭდილი იყო, დაკეტილი იყო და ამიტომაც იკეტება კარები და არავის არ უშვებენ შიგნით, იმიტომ რომ საფლავი, ქრისტეს საფლავი იყო დაკეტილი და ამას მოგვაგონებს ეს არის სიმბოლიკა მხოლოდ. წარმართები რატომ დგანან არაქრისტიანები გარეთ? იმიტომ რომ რომაელი ჯარისკაცები იდგნენ იქ, წარმართები და ისინი იცავდნენ საფლავს და ამიტომაც საფლავის ასე ვთქვათ სიმბოლურად საფლავის მცველად იქ წარმართებიც არიან ახლა, ყველაფერი ეს არის სიმბოლიკა, რომ გაგვახსენოს ის, რაც მაშინ მოხდა და აქ არაფერი არ არის ის, რაც სასწაულის ძებნელი თვალს გონია. და საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ არსებობს მაინც ჭეშმარიტად ზეციური ცეცხლი. არსებობს. აი, როდესაც თქვენ კითხულობთ წმინდა წერილს, გულდასმით, მთელი რწმენით, სიყვარულით, ეჭვიანი გულით კი არა, სიყვარულით, მართლა ღმერთის ძებნელი გულით კითხულობთ წმინდა წერილს, ბიბლიას. ჩვენს გულში უფალი ანთებს იმ ზეციურ ცეცხლს, რომელსაც ვერავინ ვერ ჩააგრობს. რომელიც ნამდვილად ზეციური ცეცხლია, ნამდვილად ზეციური ნათელია და აი ჩვენს გულში გადმოდის მაშინ ის შეუწველ მაყვალს რო წაეკიდა ის ცეცხლი, აი ის ცეცხლი შემოდის ჩვენს გულშიც და გვიხსნის შემდეგ ღვთის სიტყვას. ამიტომ დაიწყეთ, შეეჭიდეთ წმინდა წერილის კითხვას და ასე ვთქვათ, ძლიეთ იმ რაღაც გადაუწყვეტელობას, რომ არა მე წავიკითხო, არა, თქვენ თუ ეძებთ ნამდვილად ჭეშმარიტ ზეციურ ცეცხლს, ზეციური ცეცხლი არის წმინდა წერილში. აი აქ არის ზეციური ცეცხლი. წაიკითხეთ და თქვენ ნამდვილ ცეცხლს იხილავთ. და მეორე, კიდევ არის ერთი ცეცხლი, რომლის ანთებაც მართლაც ღირს. აი ყოველ წელიწადს მაგალითად აგზავნიან თვითმფრინავს სხვა მართლმადიდებლური ქვეყნიდან იმ ცეცხლის ჩამოსატანად. ეს ადამიანებს უნდათ და აკეთებენ. მაგრამ წელს ბევრმა ეკლესიამ უარი თქვა თვითმფრინავის გაგზავნაზე იერუსალიმში, ისრაელში, რადგან
ფრენები ისე შეზღუდულია, არ არის ფრენა, როცა ისედაც რეისები სრულდება, კარგი, მაშინ იმ რეისით ჩამოიტან. მაგრამ წელს ბევრმა ეკლესიამ თქვა, რომ წელს არ ჩამოიტანთ ჩვენ ცეცხლს, რადგან აი ამ ხარჯს, რაც ამ თვითმფრინავს უნდა მოვახმაროთ ფინანსურ სახსრებს, ჩვენ მოვახმართ აი იმ ხალხს, ვინც აი ამ ვირუსის გამო აპარატზეა შეერთებული და იხჩობა. აი ეს არის ნამდვილი ცეცხლი. აი ვინც არ გააგზავნა თვითმფრინავი სპეციალური რეისი იმ ცეცხლის ჩამოსატანად იმ რიტუალიდან და ვინც ის სახსრები, ის ხარჯი მოახმარა იმ მომაკვდავი ადამიანის გადარჩენას, რო იღრჩობა სასუნთქ აპარატზე შეერთებული, აი ეს არის ის ჩაუმქრალი ცეცხლი, ზეციური ცეცხლი, რომელიც გვაცხონებს ჩვენ და მოგვიტანს ჭეშმარიტად მადლს, ცხონებას და გადარჩენას, რომელიც ჩვენ სახელებს ჩაწერს იმ ზეციურ წიგნში. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ყოველთვის. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენს გულებში სახთო წერილიდან და ჩვენი პირადი გამოცდილებიდან, როცა აღვასრულებთ ღვთისმცნებებს და ღვთის ნებას, ანთებული იყოს უკვდავი, ზეციური და ცხოველსმყოფელი ჩვენი მაცხონებელი ცეცხლი. ქრისტე აღდგა, მრავალს დაესწარით ყველა.